დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 5 თებერვალია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ოფიციალურად შეიქმნება დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია. საუბარია დეპუტატთა ჯგუფზე, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს. დღესვე საპარლამენტო სესიაზე განისაზღვრება მუშაობის კომისიის მუშაობის გრაფიკი და მიმართულებების. 6 თვე იმუშავებს და ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა, რომელთაც შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეთ 2003-12 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან. ცნობილია, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები სამხედროები არ იქნებიან. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდზე მომზადებული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება პროკურატურას გადაეგზავნება. კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებენ პოლიტიკოსები. ის პროცესი, რაც წამოწყო ქართულმა ოცნებამ პარლამენტში, არის აბსურდი, თავის მოტყუება. ახლა მათ არაფერი აქვს სათქმელი მოქალაქეებისთვის და კვლავ პროპაგანდისტულად ცდილობენ წარსულზე ილაპარაკონ. წარსულზე კი არა, ჩვენ ლაპარაკობთ მომავალზე, რომელსაც გვართმევენ და რა თქმა უნდა ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ცდილობა რომ ეს წარმოჩინდეს თითქოს საზოგადოების ყურადღების გადატანა, მაშინ როდესაც ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაერქვას თავისი სახელი, ყველა კითხვაზე უნდა იყოს გაცემული პასუხი და პოლიტიკური შეფასება აუცილებელია, რასაც შეიძლება შემდგომში მოჰყვეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების არსებობის დღის წესრიგში დადგომის საკითხი. ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ის 8 პირი, რომელთაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაში ადანაშაულებენ. მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი. სულ სამართალდამცველებმა 2 თებერვალს თბილისი მოლთან მიმდინარე აქციის დროს 31 პირი აიყვანეს. რამდენიმე მათგანი ხელწერილით მალევე გათავისუფლდა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 8 პირს ბრალდება შეეცვალათ და გამოძიება მათ ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულები გვიან ღამით ადვოკატებმა მოინახულეს. მათი განმარტებით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დაკავებულებმა სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვიეს. ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი უკანონო ბრალდება. ძალაში არ მყოფი კანონის, არაკონსტიტუციური კანონის, მათ შორის დაკავების სოქმი გაფორმდა. ეს თავისთავად სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ნიშნავს, თუმცა ბრალდების დადგენილება არ ყოფილა ჯერ. გიგი უგულავა არის ძალიან ხნეთ, ბუნებრივია, მას ვერ შეაშინებენ ამ დაჭერით. სასამართლოს ხდომაზე ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, ვინაიდან დიმიტრი ბიძინაშვილს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინაიდან არც კი მომეცა საშუალება გამომძიებას შევხვედრილიყავი. არავის არ ქონდეს იმის ილუზია, რომ დაცვის მხარე ვერ მოასწრებს მტკიცებულებების წარდგენას. ყველა ვიდეოს წარვადგენთ და ყველა მოწმეს გამოვკითხავთ. თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას ეხმიანებიან პოლიტიკოსები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ობიექტების ხელოვნურად ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონდამრღვევმა პასუხი უნდა ააგოს. სადამსჯელო ექსპედიციად მოიხსენიებს მომხდარს ოპოზიცია. ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები, მათი დასჯა მიმდინარეობს იმის გამო, რომ ისინი ეროვნულ საპროტესტო მოძრაობაში იყვნენ აქტიურად ჩართულები, მათ შორის ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, მათ შორის ესეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩვენ პარტიასთან დაკავშირებული სხვა პარტიის წევრებიც არიან, ან უბრალოდ მოქალაქეები არიან, რომლებიც უბრალოდ აპროტესტებდნენ ივანიშვილის რეჟიმს. ასე რომ ეს არის კიდევ ერთი სადამშრომლო ექსპედიცია, თუმცა ვისი აჯობებს, ამას ვნახავთ ვერანაირი რეპრესიით ქართული ხალხის ეროვნულ მოძრაობას ვერ გატეხავს ივანიშვილი. ვინც იღებდა მონაწილეობას ამ აქციაში იცოდა, რომ თუ კი მოხდებოდა შესაბამისი, ესე იგი, გზის გადაკეტვა, ეს გამოიწვევდა სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებლობის დღის წესრიგში დაყენებას. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე პოლიტიკური ნიშნით არის ვიღაც დაკავებული, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. კლინიკა ვივამედიში გადაიყვანეს ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. კლინიკის ხელმძღვანელის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მას ჩაუტარდა კვლევები და ამაღლობელი დაათანხმდა მკურნალობის გაგრძელება სტაციონარის პირობებში. ბათუმელების დამფუძნებელი უკვე 25 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი ბათუმში 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
შეყვანილი იქნა პაციენტი ამაღლობელი. მას ჩაუტარდა ყველა აუცილებელი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები და კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ პაციენტთან მოხდა გასაუბრება და პაციენტი ამ ეტაპზე აგრძელებს მკურნალობას სტაციონარის პირობებში. მისი მდგომარეობა სტაბილურია, ყველა საესაზღვრო პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. გაგრძელდება მონიტორინგის პროცესი, საჭიროა რაიმე დამატებითი კვლევა კიდევ შესრულდება ეს კვლევები და გადაწყდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და მისი ხანგრძლივობა. შიმშილობით შანტაჟი ვერ იქნება შედეგის მომტანი აცხადებენ მმართველ გუნდში და ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყოველდღურად მოუწოდებდნენ ქალბატონ მზიას, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა, ვინაიდან ის პირველ რიგში საფრთხეს უქმნიდა მის ჯანმრთელობას. ზოგადად ჯანმრთელობით და შიმშილით манипуляცია თავის მხრივ არის უხერხული აქტი, თუმცა ეს ვერ იქნება შანტაჟის ფორმა, რომლითაც შესაძლოა დააშანტაჟო კონკრეტული სამართალდამცავი თუ მართლმსაჯულების უწყებები. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ რეაგირება მოყვა მყისიერი ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის პრობლემებს, ის გადაყვანილი იქნა კლინიკაში და მმართველი გუნდი და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ ქალბატონ მზიას არ მიადგეს ჯანმრთელობის საფრთხე. და დაჩქარებული წესით იწყებს პარლამენტი ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ახალი ცვლილებების განხილვას. საკანონმდებლო პაკეტზე კანონმდებლები სავარაუდოდ ხვალინდელ სესიაზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით მკაცრდება ჯარიმები, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადადის პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა. მმართველი გუნდი ცვლილებას ქვეყანაში სტაბილურობის აუცილებლობით ხსნის. ოპოზიცია კი მოსახლეობის დაშინების მცდელობაზე საუბრობს, რათა დემონსტრაციები შეწყდეს. რაც არ უნდა მათ გაზარდონ ადმინისტრაციული ჯარიმები თუ მათ შორის პატიმრობის ვადები ადმინისტრაციული თუ სისხლისამართლის წესით ეს არ ცვლის იმას, რომ მათი განაცხადი აქ საქართველოში ავტორიტარიზმის საბოლოო ჯამში ჩაბეტონებაა და მეორე რომ წინააღმდეგობა ეს ყველაფერი ვერ შეაჩერებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე დამატებით შეზღუდვებზე, არამედ საუბარი არის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრებაზე იმისაც, რომ ადამიანებს არ ქონდეთ დარჩენ დაუსჯელები. თქვენ იცით, რომ არანაირი ახალი კანონი, არანაირი ახალი შეზღუდვა, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში, აქციების ჩატარებასთან და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, აზრის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ არაფერი არ იზღუდება, მკაცრდება ის მუხლები, რომლებსაც მიზანმიმართულად იყენებს ოპოზიცია ქვეყანაში რადიკალური პროცესების განვითარებისთვის. 59 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. საკუთარ მანდატებზე უარი კოალიცია ცვლილებებისთვის ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადეს. მათ რიცხვში არ არიან გახარია საქართველოსთვის წევრები, რომელთაც პარლამენტში 12 მანდატი აქვთ. მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით კენჭისყრა მოგვიანებით სესიაზე შედგება. მმართველი გუნდი ოპოზიციას ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის უგულველყოფაში ადანაშაულებს. საკუთარ მოსაზრებას მანდატებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აფიქსირებენ ხელისუფლების ოპონენტები. უნდა შეიკრიბონ, უნდა შეიკრიბებიან, უნდა წაიღო მანდატი, რაც უნდა ის გააკეთონ, საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენი პოზიცია არის კაფეში დაფიქსირებული ამ საკითხზე, ჩვენივე ნებით დავწერეთ შესაბამისი განცხადებები უხსოვარი დროის წინ და რა თქმა უნდა, არაფერი საერთო აი უსახურ ანტიქართულ მოღალატეობრივ შენობასთან და კულტურასთან, რასაც ის დღესდღეობით წარმოადგენს, ჩვენ არ გავგარშია. 2020 წელსაც ანალოგიურ შემთხვევასთან მქონდა საქმე და რაც რა თქმა უნდა გასაკვირი არის და მოულოდნელიც ამ შემთხვევაში არის, რომ გარკვეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან ეს პროცესი არის და იყო მხარდაჭერილი, ეს მიუღებელი არის ჩვენთვის. ჩვენი მიზანი არის, რომ პარლამენტმა განახორციელოს თავისი სრულფასოვანი საქმიანობა და ყველას ჰქონდეს საშუალება, რომ ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში. ხალხისგან არაფერი არ გვიკვირს, ერთი მხრივ ჩახსნეს სიები, მოითხოვეს მანდატების შეწყვეტა, თუმცა შემდეგ უარი არ თქვეს იმ დაფინანსებაზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან აქვს და აქედან გამომდინარე ფაქტობრივად აღიარეს არჩევნების შედეგი. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi შეგიძლიათ.